ცვლილებების 2 წელი რა გაკეთდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში. ირაკლი ღარიბაშვილმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თითქმის 1 საათის განმავლობაში ისაუბრა. პრემიერმა ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ სფეროებში გატარდა. პრემიერმა ცალკე გამოყო ძალოვან უწყებაში გატარებული რეფორმები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, იუსტიციაში, თავდაცვასა და სასჯელ აღსრულების სისტემაში. დეტალებზე ნინო სამყურაშვილი განაგრძობს საუბარს. ნინო, გისმენთ. პრემიერ-მინისტრმა თავისი გამოსვლა დაიწყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით და ისაუბრა იმაზე, თუ რა შედეგები მოიტანა 2012 წლის არჩევნებმა ქვეყნისათვის. ირაკლი ღარიბაშვილმა გააკრიტიკა ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობაც. ზუსტად 2 წლის წინ ჩვენ შევცვალეთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება და საბოლოოდ უარი ვუთხარით ძალადობას და უსამართლობას, რომელიც გამოფებული იყო საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში. ყველამ კარგად იცით, როგორი მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, აბსოლუტურად ყველა სფეროს ჩვენ ქონდა ძალიან მძიმე ვითარება. ერთი რას ხედავთ ჩვენ არ მოგწონდა გარედან, მაგრამ რაც ლამაზია ყველაფერი არ არის მართალი. როგორც არის გამონათქვამი. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი არის ნასამართლები. ოჯახები არის რეპრესირებული, წამება, არამედ ადამიანური მოპყრობა, მკვლელობები, სასამართლოს და მედიის და ბიზნეს ტერორი, არჩევნების შედეგების გაყალბება, ეს არის ის რაც დაგვდა. დაკარგული ტერიტორიები, უკიდურესად დადაბული ურთიერთობა მეზობელ რუსებთან. ძალიან ხშირად ისმის კრიტიკა და ხშირად ისმის რაც გარკვეული აბსურდული ბრალდებები. მე არ ვაპირებ ასე ვთქვათ ამ კრიტიკას უპასუხო. ამ კრიტიკის გამო დავიჭიროთ ადამიანები, მათი ოჯახის წევრები. ჩვენ განსხვავებული აზრის გამო არასოდეს ხელყოფს კერძო ბიზნესს. არ შევიჭრებით ტელევიზიებში და არ დავჭით სამაგალითო ჟურნალისტებს. ჩვენ არასოდეს შევქმნით ჩვენგანვე მართულ პოზიციას, საკუთარ დაქირავებულ ექსპერტებს თუ ჟურნალისტებს და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ ერთადერთი მიზეზით, რომ ჩვენ ეს არ გვჭირდება. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მოხდა ოკუპირება ტერიტორიების, დაიკარგა 20%, მათ შორის დაკარგული არის კოდური ნაციონალური მოძრაობის და წინა ხელისუფლების არათანამიმდევრო პოლიტიკას უკავშირდება. ეს ის რაც დაგვიტოვა ნაციონალური მოძრაობა. სწორედ დღეს ჩვენ ვიმკით იმ შედეგებს, რაც სიზრულის ენას მათ გაუაზრებელ ნაბიჯებს პირველში სააკაშვილის და დაუბალანსებელ პოლიტიკას მოხდა. უგუნურ ანტისახელმწიფო პოლიტიკას მოხდა. და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია მეგობრებო ის, რომ დღეს საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და საქართველოს ტერიტორიაზე ახალი მართლმსაჯულები არის გამული. ოკუპირებული არის წყლობით, რომ იტყვიან ნალოლიავები, ნაფერები და შენარჩუნებული კოდორის ხელობა. კიდევ ერთხელ შევეხმაროთ ჩვენს აფხაზს და ოსმებს. ძალიან რთულია როცა სხვის ტერიტორიაზე მოინდომებ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელ სახელმწიფოს შექმნას. არ მოხდება ეს მეგობრებო. არასოდეს არ მოხდება. ეს არის მიუღწეველი, უტოპიური გეგმა, რომელსაც ჩვენ არ ჩვენი თავ, არც მომეთავ, არასოდეს არ შევეგუებით. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ძირძველი მიწა-წყალი, ეს არის ჩვენი ტერიტორია. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს, რომ გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი, დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს პარკლებში. პრემიერ-მინისტრმა გამოსვლის დიდი ნაწილი დაუთმო სხვადასხვა სფეროებში მიმდინარებენ და გასატარებელ რეფორმებს. ამ 2 წელიწადში აბსოლუტურად ყველა სფეროში მივახციეთ მნიშვნელოვან წინსვლას. მესმის რომ ბევრმა არ ჩანს. ბევრამ ეს არაჩვენებია ტელევიზიაში, არ უხარიათ და მაგითო. მე მჯერა ბევრმა თქვენგანაც არ იცის. ის რაც მოხდა ამ 2 წლის განმავლობაში საქართველოში. დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს 2.791.000 ადამიანი. წელს პირველად შემცირდა სიკვდილიანობა. პირველად 20 წლის განმავლობაში გაიზარდა პენსიონერთა რიცხვი. ეს მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ. ეს მოიტანა თავისუფლება, მეგობრებო. როცა მოხუცებულებს, ბებიებს, ბაბუებს, პაპებს შვილიშვილი მიდის სახლში და აღარ იჭერენ მას უსამართლ უკანონოდ. მას ნაკლებად მოუწევს ნერვიულობა. ნაკლები სტრესი აქვს მას და ბუნებრივია ეს არის ყველაფერი ის რაც აისახება მათ ჯანმრთელობაზე. ჩვენ გავზარდეთ პენსია და დახმარება ყველა კატეგორიის პენსიონერის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის. წინა საარჩევნო ზუგდიდში შეპირდა ბატონების ძინა რომ სოფელ რუხში დაიწყებოდა, აშენდებოდა მულტიპროფილური თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საუნივერსიტეტო კლინიკა. და ჩვენ ეს დავიწყეთ. უკვე მეორე წელია რაც სკოლის მოსწავლეები უფასოდ იღებენ სახელმძღვანელოების კომპლექსს. ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ ეტაპზე არის 6%. მსოფლიო ბანკის წლევანდელი ანგარიშით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით ჩვენი ქვეყანა რეგიონში არის პირველ ადგილზე. ხოლო მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე. მუდმივად მიდის სპეკულაცია, რომ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ეგრეთ წოდებული ოპონენტების მხრიდან, რომ სად არის დაპირებული 60 საწარმო. მე გეუბნებით, რომ გვაქვს 89 რეალური საწარმო, ახალი საწარმო. საქართველოში არ შეჩერებულა არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, გონივრული სახელმწიფოებრივი პროექტი.
რომელიც მიზანს ისახავს პირველ რიგში ადამიანების ცხოვრების გაადვილებას და არა აღშენებლობის ყალბის როთის შექმნას. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ქვეყანაში პოლიცია ვინმეს პოლიტიკური ნიშნით დევნის. ან რომელიმე პოლიტიკური ძალის სამსახურში არის. ჩვენ გავაუქმეთ სადამსჯელო ორგანიზაციები. იქნებოდა ეს სოდი და კუდი. სადაც კრიმინალები მუშაობდნენ, მათი ნაწილი იქნა მისცემ პასუხებაში, გავაუმჯობესეთ საჯელის მოხდის პირობები, დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა. განხორციელებულ მართლმსაჯულების რეფორმამ ხელისუფლების გაცხადებულ პოლიტიკურ ნებასთან ერთად ხელი შეუწყო საზამართლოს დამოუკიდებლობას. საგარეო ურთიერთობების კუთხით ყველაზე დიდ წარმატებად პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას. ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ ევროინტეგრაციის კურსი მთავრობისთვის უცვლელია. ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ წელს ხელი მოვაწერთ ისტორიულ დოკუმენტს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. რამაც ჩვენი ქვეყნის განვითარების სრულად ახალ ეტაპზე გადაყვანა მოიტანა. დღეს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი, რომ დაუბრუნდეთ თავის ბუნებრივ გარემოს ევროპას და მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სივრცეს. ასოცირების შეთანხმებით საქართველოს იღებს ვალდებულებას ქვეყანაში ეტაპობრივად დანერგოს ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის და მოდერნიზაციის გეგმა. პრემიერის გამოსვლას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა, მათ შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთეს. პროგრამა აწარმოეს საქართველოში უკვე ძალიან ეფექტიანად ამუშავდა და 25 საწარმო არის უკვე დაფინანსებული. სოფლის მეურნეობით მთელი რიგი პროგრამები, ასევე მიკროსაწარმოების დაფინანსების პროგრამა, რომელიც რეგიონებში ითვალისწინებს მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარებას. ეს ყველაფერი მე მგონი არის ძალიან ხელშესახები. მე ბედნიერი ვარ, რომ პირდაპირ უცხოური ინვესტიციებით ჩვენი დარგი არის პირველ ადგილზე, ძალიან დიდია ინტერესი ამ დარგის მიმართ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ფაქტების ხაზგასმა, რომელმაც განსაზღვრა ბოლო 2 წელიწადის საგარეო კუთხით. ეს არის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ეს არის ნატოს არსებითი პაკეტის მიღება, ეს არის აღიარებათა რიცხვის შემცირება და კიდევ ბევრი ისეთი თემა, რომელიც აქ არ დასახელებულა, მაგრამ რომელმაც განსაზღვრა საგარეო პოლიტიკის წარმატება ბოლო 2 წლის განმავლობაში. დიდი მობილიზაცია და დაუღალავი შრომა ჭირდებოდა იმისათვის, რომ თუნდაც ის მოკრძალებული მიღწევები, რაც აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, ყოფილიყო რეალიზებული. სამუშაო ჩვენი არ დასრულებულა და ის პროგრესი, რის მიღწევასაც შევძელით, აუცილებლად გაგრძელდება და დამარცხებით, რომ მომავალ წელს ჩვენ გვექნება საშუალება, რომ პრინციპულად ახალი პროექტები შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას. პრაქტიკულად 10,000-მდე ადამიანმა მიიღო საცხოვრებელი 2 წლის განმავლობაში, ასეთი მასშტაბური მშენებლობა არ განხორციელებულა ამ წლების განმავლობაში და ჩვენ გეგმავთ, რომ უახლოესი 2 წლის განმავლობაში ყველა იმ დევნილმა, რომელიც უმწვავეს პრობლემას განიცდის საცხოვრებლის და ყველაზე მძიმე პირობებში იმყოფება, უნდა მიიღოს ფინანსური. 2012 წლიდან დღემდე 2.4 მილიარდი ლარი დაიხარჯა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. დაახლოებით 600 კილომეტრი გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, 100-მდე ხიდი აშენდა და რეაბილიტირებული იქნა. აგრეთვე 50-ზე მეტი მუნიციპალიტეტი არის წყალმომარაგების სისტემებით აღჭურვილი, მდინარეობს დასრულება. დაახლოებით 20 ნაგავსაყრელი მოწესრიგდა ევროსტანდარტებით. ხაზ ბავშვამდე წელამდე რთველს, რომელიც ძალიან წარმატებულია, ასევე მნიშვნელოვანია თქვათ იმ სიახლეების შესახებ, ახალი პროექტების შესახებ, რომელიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მათ შორის არის აგროდაზღვევის პროექტი, რომელშიც უკვე 6,000-ზე მეტი ბენეფიციარი იღებს მონაწილეობას და ამ სიკეთით სარგებლობს, ასევე კოოპერატივის განვითარება, მათი ხელშეწყობის პროგრამები. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე საირიგაციო სისტემებზე, იცით რომ წყალუზრუნველყოფილია ძალიან დიდი ტერიტორიები საქართველოში და პრაქტიკულად გეგმავთ გასამაგებას ამ ტერიტორიების. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობამ წარადგინა ეს ბროშურა სახელწოდებით ცვლილებების 2 წელი, სადაც თავმოყრილი არის ყველა ის რეფორმა თუ ცვლილება, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელდა. მადლობთ, ეს ნინო სამყურაშვილი იყო.